ტრანსფერებზე. ამ ხრივ აშკარა სხვადასხვაობა აქ საფეხბურთო იერში ჩაწოდება ქუთაისელები კარში დარტყმა არ შედგა და კუთხური არის. ტორპედოდან წამოსული ორი ფეხბურთელი ახლა იბერიას ძირითად შემადგენლობაშია და ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი ბიძინაშვილი და ღუდუშაური გასული სეზონის კვლავ ტორპედოს ფეხბურთელები შორიდან დარტყმა იყო შორიდან თითქოს რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე შეხვედრებს, აქ კარგი დარტყმა და მეკარე თამაშობს ზუსტად ამ გამორბენი ჯინჯოლავა დარტყმა ძლიერ დარტყმაზე გააკეთა. არ არის თუ არ არის თამაშგარე, ყოჩახლია იჩი ამ ეპიზოდში. კიდევ ერთხელ აი ამ დარტყმის მომენტში. ხო, მანემ უკან გადადგა ნაბიჯი და არ ვიცი აქ იქნებოდა თუ არა თამაშგარე მდგომარეობა, ესე გადაჭრიცნელი სათქმელია, თუმცა გადაიხდებოდა ნებისმიერ შემთხვევაში ეპიზოდი, მაგრამ მაინც შევაქოთ სერბი მეკარე, რომელიც მარჩ ახლა სტაბილურობით აშკარად გამოირჩევა, კი, მქონია მასაც უშეცდომო არავინ არ არის გასაგები 15 დეისაძე. იბერიას ფეხბურთელების შეტევა დარტყმა და საფეხბურთო გამოვიდა ეს დარტყმული, როგორც ჩანს მეკარე მოახერხა აქ ბურთზე თამაში, ითამაშა მეკარე, აშკარად ჩანდა ამ ეპიზოდში. კუთხურის შემდეგ გეტყვით უკვე იბერიელთა შემადგენლობას არ ვიცი გადიოდა თუ არა. მზად არის უკვე მაღალი ჩაწოდება, მცველები თამაშობენ გადმოვარდნილ ბურთზეც თითქოს ქუთაისელებმა ითამაშეს სწრაფად, მაგრამ ზოხოურის წითელი ბარათი პირდაპირ. რამდენად ხო აკი კონტრშეტევაზე გადადის და ძალიან კარგად იბერია ყოჩახ ზაგანი ამ ეპიზოდში რამხელა უპირატესობა მოიპოვა, ბურთი წინ გაიგდო და შემდეგ ხელით ითამაშა და ყვითელ ბარათს მიიღებს აბსოლუტურად უაზროდ და ეს მისი მეორე ყვითელი ბარათია და იბერია რჩება საერთოდ 9 კაცის შემადგენლობით. კიდევ ერთი ამირან ზაგანია გაძევებულია არაბიძემ ნახო დასარტყმელ პოზიციაზე თუ გავა ნადარაია დაარტყა და მცირე მანძილი წდება. ეს იყო ალბათ ყველაზე რეალური მომენტი კომპენსირებულ პერიოდში 93 წუთია თუ არ წდები. აი ხედავთ რა კარგად მიიღო ნადარაიამ, დაინახა კიდევაც მეკარისაგან ახლო კუთხეში ურტყავდა, თითქოს აკონტროლებდა ამ სიტუაციაში კუთხეს და კარს მაკარიძე, მაგრამ არავინ იცის კარის მიმართულებით რომ წასულიყო. იქ ერთ-ერთი იბერიელი კვლავ ტრამვირებულია, მაგრამ წამოდგა უკვე და ჯერ კიდევ არის დრო თამაშის ბოლომდე 0-0. ძალიან საინტერესო დასასრული აქვს ჩვენ შეხვედრას. ან მაღალი ფორვარდია, ესეც გასათვალისწინებელია ალბათ. შეიძლება ჩაწოდება, მაღალი ჩაწოდება თავი და გავიდა გოლი 1-0. ნადარაია მაინც გატანილი გოლის ავტორი 96 წუთზე ტორპედომ შეძლო და მოახერხა ამ შეხვედრაში გოლის გატანა. რამხელა სიხარულია ხედავთ მოედანზე. განმეორები ჩაწოდება ნადარაია მარტოა და მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში. მოახერხა მაინც ტორპედომ როგორც ჩანს ამ შეხვედრის მოგება. იბერიას შემთხვევაში არ ვიცი ფეხბურთელებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოიჩნდონ. ის წითელი ბარათები აშკარად ზედმეტი იყო და მატჩის მიწურულს ორი გაძევება ბევრი იყო.